სურა 45. ჯასიე. მოწყალე და მწყალობელი ალაჰის სახელით. ჰამიმ. ზემოვლინებულია ეს წიგნი ალაჰის მიერ, ძლევამოსილისა, ბრძენისა, უეჭველად ცათა შინა და ქვეყანასა ზედა სასწაულებია მორწმუნეთათვის. თქვენს გაჩენასა და იმაში, რაც მიმოასახლა ცოცხალი არსებებისგან, სასწაულებია იმ ხალხისთვის, ვინც ჭეშმარიტების შეცნობას ელტვის. ღამისა და დღის ცვლაში და მასში, რაც გარდმოავლინა ალაჰმა ზეციდან სარჩოდ. რისი მეშვეობითაც გააცოცხლა მიწა სიკვდილის მერე, ასევე ქართა მონაცვლეობაში სასწაულებია იმ ხალხისთვის, რომელნიც გონებას მოუხმობენ. აი, ესაა ალაჰის აიათები, რომელთაც ჭეშმარიტებით გიკითხავთ შენ. მას ისინი ალაჰის აიათების შემდგომ სხვა სიტყვას ირწმუნებენ. ვაი ყოველ ცრუცოდვილს, ისმენს ალაჰის აიათებს, რომელიც ეკითხება. მერე გამედიდურებული დაიჟინებს თავისას, თითქოს არც კი გაეგონოს იგი. მას ამცნე მას სასჯელი მწარე. და როცა გაიგებს რამეს ჩვენი აიათებიდან, აბუჩად იგდებს მას, სწორედ მათთვისაა სამარცხვინო სასჯელი. და მათ უკან ჯოჯოხეთია და ვერ იხსნის მათ ის, რაც მოიხვეჭეს და ვერც ის, რაც დაიდგინეს მოყვასად ალაჰის მაგიერ და მათთვისაა ტანჯველი სასჯელი. ესაა ჭეშმარიტი გზა, ხოლო რომელთაც უარყვეს თავიანთი ღმერთის აიათები, მათთვისაა სასჯელი მტანჯველი. წარე. ალაჰი, რომელმაც თქვენს განკარგულებაში მოგცათ ზღვა, რათა იცურავონ მასზე გემებმა მისი ბრძანებით, რომ თქვენ ეძიოთ მისი სიკეთე და ეგების მადლიერნი იყოთ თქვენ. და თქვენს განკარგულებაში მოგცათ ყველაფერი, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. უეჭველად ამაში სასწაულებია გულისხმიერ ხალხთათვის. უთხარი მათ, რომელთაც ირწმუნეს, მიუტევონ იმათ, რომელნიც არ იმედოვნებენ ალაჰის დღეთა, როცა მიეზღოს უნდა ხალხს იმის გამო, რაც მოიხვეჭეს. ვინც ქმნაა სიკეთე, თავის სასიკეთოდაა, ხოლო ვინც ქმნაავი, იგი თავის საზიანოდაა. მერე კი თქვენს ღმერთთან იქნებით მიბრუნებულნი. და ვფიცავ, ჩვენ ვუბოძეთ ისრაილის ძეთ წიგნი, სიბრძნე და შუამავლობა, სარჩოდ ვუბოძეთ სიკეთეთაგან და ყავით რჩეულნი სამყაროსა ზედა. ჩვენ ვუბოძეთ მათ ცხადი ცნობარი ბრძანებისაგან და არ ქონიათ უთანხმოება, ვიდრე ცოდნა არ ებოძათ, რის შემდეგაც ზღვარს გადავიდნენ. უეჭველად აღდგომის დღეს შენი ღმერთი განსჯის მათ შორის იმას, რაზეც ვერ თანხმდებოდნენ. მერე ჩვენ დაგადგინეთ შენ გზაზე ბრძანებიდან, მას მისდიე მას და არ აჰყვე სურვილებს იმათსას, რომელნიც არ უწყიან. უეჭველად ისინი ვერაფერს შეგეწევიან ალაჰის წინაშე. უეჭველად უსამართლონი ერთურთის შემწენი არიან, ხოლო ალაჰი შემწია ღვთისმოშიშთა. ესაა ცხადი მტკიცებულება ხალხთათვის, ჭეშმარიტ გზად და წყალობად, ვინც ჭეშმარიტების შეცნობას ელტვოდა.
ნუ თუ გგონიათ, რომელთაც ჩაიდინეს სიავენი, რომ დავადგენთ მათ იმათ მსგავსად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი და მათი სიცოცხლე და სიკვდილი თანასწორი იქნება და რა საზიზღარია მათი განაჩენი. და გააჩინა ალაჰმა ცანი და მიწა ჭეშმარიტებით, რათა მიეზღოს ყველა სულს იმისთვის, რაც კი მოუხვეჭია და არ დაიჩაგრებიან ისინი. განა არ გინახავს ის, ვინც დაიდგინა ღვთაებად თავისი ვნება. ცოდნის მიუხედავად აცდუნა ალაჰმა იგი და დაასვა ბეჭედი თვისა სასმენელსა ზედა და თვისა გულსა და დაუდგინა თვალსა საფარველი. მას ვინღა დაადგენს მას ჭეშმარიტ გზაზე შემდგომ ალაჰისა, ნუ თუ არ გადაფიქრდებით და თქვენს იგი მხოლოდ ამ ქვეყნიური ცხოვრებაა. კვდებით და ვცოცხლობთ, რამე თუ არაფერი დაგღუპავს ჩვენ გარდა დროისა. ამის თაობაზე მათ არანაირი ცოდნა არ გააჩნიათ, ისინი მხოლოდ ვარაუდობენ. და როცა მათ ჩვენი აიათები აშკარა სასწაულებად ეკითხებოდათ, არაფერი იყო მათი მოთხოვნა გარდა იმისა, რაც თქვენს მოიყვანეთ ჩვენი მამები, თუ კი თქვენ ხართ მართალნი. უთხარი, ალაჰი გაცოცხლებთ, მერე მოგაკვდინებთ, მერე შეგკრებთ დაღდგომის დღისთვის, რომელშიც არ არსებობს ეჭვი, მაგრამ არ უწყის ხალხის უმეტესობა. ცათა და დედამიწის ბატონობა ალაჰს ეკუთვნის და დღეს, როცა დადგება ჟამი, იმ დღეს ამაოს მქნელნი წააგებენ და შენ იხილავ ყოველ თემს მუხლ მოყრილს, ყოველი თემი მიხმობილ იქნება თავის წიგნთან. დღეს მოგეზღვებათ იმისთვის, რასაც ჩადიოდით. სწორედ ეს ჩვენი წიგნი ამეთყველდება თქვენს წინააღმდეგ ჭეშმარიტებით, რამე თუ ჩვენ აღნუსხავდით იმას, რასაც ჩადიოდით. ხოლო იმათ, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, ღმერთი მათი შეიყვანს თავისივე წყალობაში. სწორედ ეს არის აშკარა ნეტარება. ხოლო რაც შეეხება იმათ, რომელთაც უარყვეს, განა არ გეკითხებოდათ ჩემი აიათები, მაშინ თქვენ გამედიდურდით და გარდაიქეცით ცოდვილ ხალხად. და როცა გემცნოთ, უეჭველად აღთქმა ალაჰისა ჟამი ჭეშმარიტია, რომელშიც არ არსებობს ეჭვი. თქვენ მიუგეთ, არ ვიცით რა არის ჟამი. ვფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია და არ ვართ დარწმუნებულნი. და გამომჟღავნდება მათთვის სიავენი, რაც ჩაიდინეს, ხოლო ის, რასაც დასცინოდნენ, გარს შემოერტყმის მათ. და ებრძანა, დღეს დაგივიწყებთ ისევე, როგორც დაივიწყეთ შეხვედრა თქვენს დღესთან. თქვენი სადგომი იქნება ცეცხლი და არ გეყოლებათ მეოხე. ეს იმიტომ, რომ ალაჰის აიათები დაიდგინეთ სამასხროთ და გაცთუნათ ამ ქვეყნიურმა ცხოვრებამ. მას დღეს იქიდან ვერ შეძლებენ თავის დაღწევას და არც სინანული მიიღება მათი. მას ქება დიდება ალაჰს ეკუთვნის, ღმერთს ცათა და ღმერთს ქვეყნისა, ღმერთს სამყაროთა და მას ეკუთვნის გამდიდებანი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა და იგი ძლევამოსილია, ბრძენია. სურა 45